დედაჩემი ალკოჰოლიზმითაა დაავადებული. კოდირების შემდეგ 2 წელი ფხიზელ ცხოვრებას ეწეოდა. ეკლესიაში დადიოდა და აღსარებასაც ამბობდა. მაგრამ შემდეგ ვერ გაუძლო ცდუნებას და ისევ დაიწყო ლოთობა. ახლა 34 წლის ვარ, მაგრამ ამ პრობლემასთან დაკავშირებით განცდები დამეწყო 13 წლის ასაკიდან. ადრე მინდოდა დედა ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩამეყენებინა, რაც უშედეგოდ დამთავრდა. ახლა კი ვცდილობ დავძლიო გაღიზიანება და მხოლოდ იმით ვიფარგლები, რომ პროდუქტებით ვამარაგებ, შიერი რომ არ დარჩეს. და ვუხდი ბინის ქირას. თუმცა დედას ლოცვებში ვიხსენიებ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მთელი გულით ვერ ვლოცულობ მისთვის. ამ ვითარებაში როგორ ავაწყო მასთან ურთიერთობა და ამასთანავე არ დავარღვიო მშობლის პატივისცემის მცნება. დედა არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვოთ და გონებაშიც კი არ განიკითხოთ იგი. ცნება გვიბრძანებს პატივიცეთ მშობლებს, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ალკოჰოლიზმით დაავადებულ მშობლებზე პატივის მიგება უფრო ძნელია, ამიტომ უფლის წინაშე ეს ღვაწლი უფრო დიდია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია უარყოფითად ეკიდება კოდირებას, რომელიც ახალ კომპლექსებს უქმნის ადამიანს და ისევე ანგრევს მის პიროვნებას, როგორც მედიტაცია და ჰიპნოზი. ამიტომ თუ თქვენ დედის კოდირებას შეუწყვეთ ხელი, აუცილებლად უნდა შეინანოთ ეს ცოდვა და აღსარებაში თქვათ. მომავალში ეცადეთ დედას ისე მოექცეთ, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ არ შეგაწუხოთ სინდისის ქენჯნა. თუ მას ნასვამ მდგომარეობაში დაინახავთ, ეცადეთ არ აღყვეთ ემოციებს და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. დედას უყურეთ, როგორც მძიმე ავატყოფს, რომელსაც თქვენი მზრუნველობა ესაჭიროება. დედასთან სიახლოვე არასდროს მქონია, რადგან ჩემს განცდებსა და შეხედულებებს ყოველთვის დასცინოდა. დამცირების მიზნით იმათ მადარებდა, ვინც ჩემზე მეც მიაღწია ცხოვრებაში. როდესაც არ ვეთანხმებიან მონასტერში წასვლაზე ვუწყებ ლაპარაკს, პასუხობს თუ როგორ იწვალა, რომ გავეზარდე. მე კი მის ამაქვს არ ვაფასებ და უმადურად ვიქცევი. რასაც თხოვ, ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს აკეთებს. ფულს არ მართვევს ამ პარტავნების გამო, მხოლოდ პენსიაზეა. ჩემი წარმატებები აღიზიანებს. როდესაც მასთან მივდივარ, ორივე ცალკე ბინაში მარტონი ვცხოვრობთ. საერთო თემაც კი არა გვაქვს სალაპარაკოდ. მას შემდეგ, რაც მირჩია ვინმე მდიდრისაგან გამეჩინა შვილი, რომ სიბერეში მარტო არ დავრჩენილიყავი, დედის მიმართ ცუდად განვეწყვე. ახლა მის და მის სიყვარული კი არა, მხოლოდ მოვალეობა მომოძრავებს. მინდა მშობლებისადმი პატივისცემის მცნებას ვასრულებდე, მაგრამ მეშინია, როცა დედისადმი სიძულვილის გრძნობა მეუფლება. თქვენ გონიათ, რომ დედა არ გიყვართ, სინამდვილეში გიყვართ, მაგრამ ამ სიყვარულს ვერ ხედავთ, რადგან ის თქვენი გულის სიღრმეშია დამალული. მშობლებისადმი პატივისცემაში, რომელთა მეშვეობით ღმერთი სიცოცხლეს გვაძლევს, ასახულია ღვთისადმი სიყვარული და მოწიწება. მაგრამ უმაღლესი გაგებით, ჩვენი დედას და მამაც წმინდა სამებაა. ამიტომ, თუ დედა ნეგატიურად უყურებს თქვენს სარწმუნოებას და დასცინის მას, მაშინ ეს მკრეხელობა არ უნდა მოითმინოთ. რამთუ ღმერთი მიწიერი მშობლებისა და მთელი ამ ხილული სამყაროს შემოქმედია. თუ დედის დამოკიდებულება თქვენს მიმართ არ შეიცვლება, ასეთ შემთხვევაში დაიცავით დისტანცია, დაწვრილებით ნუ გააცნობთ თქვენს ცხოვრებას, ნუ მოუყვებით განცდებისა და განსაკუთრებით რწმენის შესახებ. არ გაუხსნათ გული, რომ შიგარ ჩააფურთხოს, მას ეს ცოდვად ჩაეთვლება, თქვენთვის კი მტკივნეული იქნება. ილოცეთ დედისთვის, რაც უკვე პატივისცემის გამოხატვაა და არ მოაკლოთ ის, რაც მისი არსებობისთვის აუცილებელია. მასთან შეხვედრისას კი ეცადეთ ისაუბროთ მხოლოდ მის პრობლემებზე. 2 წლის წინ გარდამეცვალა დედა. მე კი ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ეს დიდი ხნის წინ მოხდა. ზოგჯერ კი მეჩვენება, რომ ის საერთოდ არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. შესაძლოა ახალგაზრდობაში კონფლიქტები გქონდათ დედასთან და მან ისეთი წყენა მოგაყენათ, რომლის პატიება და დავიწყება ბოლომდე ვერ შეძელით. ამიტომ მიუხედავად დედისადმი ბუნებრივი სიყვარულისა, ქვეცნობიერად გაგიჩნდათ აზრი, რომ მისი სიკვდილის შემდეგ რაღაც პრესისაგან გათავისუფლდით და ამიტომ ისევ ქვეცნობიერის დონეზე არ გინდათ დედის და იმ ყველაფრის გახსენება, რაც მასთანაა დაკავშირებული.
ამ გზნობას უნდა ებრძოლოთ, თავს ძალა დაატანოთ და ილოცოთ მისი საუკუნო ცხონებისათვის. დედაჩემს სიგიჟემდე უყვარს ჩემი ძმა, ყოფილი ნარკომანი და ლოთი, რომელიც ახლა ციხეშია. მზად არის ყველაფერი გააკეთოს მისთვის და სხვებისაგანაც ამას მოითხოვს. გამოუვალი მდგომარეობის გამო წლების მანძილზე ჩემ შვილთან ერთად დედასთან ვცხოვრობდი. ახვნის განმავლობაში იმდენი წყენა და ოსიამოვნება დამიგროვდა, რომ უკვე აღარ მიყვარს იგი. მომბეზრდა მის ბინასთან ერთად მისი შენახვა. ის თავის პენსიის დიდ ნაწილს შვილს ციხეში უგზავნის. თავზარდაცემული ველოდებით მის გათავისუფლებას, მაშინ მე და ჩემ შვილს მოგვიწევს წასვლა და ბინის ქირაობა. მომავალი ოსიამოვნებების მოლოდინი კიდევ უფრო მიფუჭებს მასთან ურთიერთობას. არ მინდა ღვარძლი მქონდეს დედის მიმართ, მინდა მხოლოდ კარგი მახსოვდეს. მას ხომ ჩემთვის უამრავი სიკეთე გაუკეთებია. როგორ ვისწავლო თავიდან დედის სიყვარული? სად გადის ზღვარი ქრისტიანულ სიყვარულსა და ადამიანის აშკარა გამოყენებას შორის? ჩემი უპირველესი ვალი ხომ შვილის აღზრდა და მისთვის განათლების მიცემაა. მუდმივი გაღიზიანება და გაბოროტება კი ძალას მაცლის და მფიტავს, რა ვქნა. შეიძლება გავუგოთ დედაშვილურ სიყვარულს, რომლის ანალოგი დედამიწაზე არ მოიძებნება. რაც არ უნდა ბრმაა და სხვების მიმართ უსამართლო ჩანდეს იგი. ამიტომ შეეცადეთ ამგვარი სიყვარულისთვის არ განიკითხოთ დედა. გაიხსენეთ, რომ თქვენც გიყვართ თქვენი ვაჟი და მასაც ასეთივე უბედურება რომ დამართნო და ყველაფერს გაიღებდით მისთვის. მე თქვენიც მესმის, რომ ვალდებულება გაკისრიათ შვილის წინაშე და ძმას ვერ მისცემთ იმას, რაც შვილს ეკუთვნის. ამიტომ თუ სახლიდან წასვლა მაინც მოგიხდებათ, გირჩევთ ძმის ციხიდან გამოსვლამდე ხელფასიდან გადაინახოთ გარკვეული თანხა, რომ მზად იყოთ ბინის საკითხის მოსაგვარებლად. კარგი იქნებოდა მოგეძებნათ მოძღვარი, რომელიც კონკრეტულ რჩევებს მოგცემდათ თქვენი ცხოვრების ყველა გარემოების გათვალისწინებით. რაც შეეხება საკითხის სულიერ მხარეს, მოცემულ სიტუაციაში შეეცადეთ საკუთარ თავს ასწავლოთ წონასწორობის შენარჩუნება და გულში სიმშვიდის დამყარება. არ ჩაერთოთ საყვედურების, ურთიერთბრალდებებისა და გესლიანი შენიშვნების ველში. შექმნილ ვითარებას უყურეთ როგორც მოთმინების სკოლას, სადაც მიღებული გამოცდილება გამოგადგებათ მომავალში. რაც შეეხება დედასთან ურთიერთობას, ზღვარი, რომლის შესახებ თქვენ წერთ, ადამიანის სინდისზე გადის. შემოიღეთ რვეული და ბავშვობიდან დაწყებული ჩაწერეთ თუ რა კარგი გაუკეთებია თქვენთვის დედას. გაზრდისთვის გაწეული შრომა, უძილო ღამეები, ტკივილი, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ მიგიყენებიათ მისთვის. ასევე ჩაწერეთ ყველაფერი სასიხარულო, რაც დედასთან არის დაკავშირებული. როდესაც ადამიანზე ვბრაზობთ, მისი კეთილი საქმეები და კარგი თვისებები გვავიწყდება და მხოლოდ ნეგატივი გვიტრიალებს თვალწინ. ამიტომ, როცა დედაზე გაბრაზდებით, გადაშალეთ რვეული და დაიწყეთ კითხვა. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც მას გაუკეთებია თქვენთვის. მაშინ თქვენი მრისხანება დაცხრება და გულში სიყვარულის ნათელი სხივი ჩაგეყვრებათ. გისურვებთ ყველა უთანხმოების მიუხედავად გიყვარდეთ დედა. როდესაც ის ამ ქვეყნად აღარ იქნება, მაშინ მის წინაშე ჩადენილი ყველაფერი ცუდი გაგახსენდებათ, რაც ძალიან მტკივნეული იქნება თქვენთვის. ღვთისწყალობით ფეხმძიმედ ვარ, მაგრამ ძალიან მაწუხებს ჩემი ოჯახური სიტუაცია. მეშინია ეს ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არ აისახოს. საქმე იმაშია, რომ ჩემსა და უმცროს ძმას შორის განხეთქილება ჩამოვარდა. დიდი თანხა მოგპარა და პასუხისმგებლობისაგან თავის დასაძვრენად მშობლებთან სხვა ქალაქში გაიქცა. ჩემზე რაღაცეები მოუჩმახა და მათ ზურგს ამოეფარა. მე და ჩემს მეუღლეს ფულის დაბრუნება არ მოგვითხოვია, მაგრამ მასთან ურთიერთობა გავწყვიტეთ და სათანადო დასკვნებიც გამოვიტანეთ მომხდარიდან. მშობლების რეაქცია იმდენად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მთელი წლის მანძილზე მიზეზი გახდა ჩემი მრავალი ფიზიკური უძლურებისა და დაავადებისა. ისინი მთლიანად მიემხრნენ ჩემს ძმას. მე კი, რომელიც ზრუნვას და მატერიალურ დახმარებას არ ვაკლებდი მათ, უცებ უვარგის, ანგარებიან და ბოროტ ადამიანად ვიქეცი, რომელიც ქმართან ერთად სიცოცხლეს უმწარებს მათ საყვარელ შვილს. არ ჩამოთვლი იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს და ქცევებს, რასაც მშობლები ერთადერთი მიზნით მაყენებენ, რომ სასწრაფოდ მოუხადო ბოდიში ჩემს ძმას.
რისთვის არ ვიცი, რომელიც თურმე წმინდანია და მასთან ხელახლა განვაახლო ურთიერთობა. გარდა ამისა, მავალებენ პირველ რიგში მიყვარდეს მშობლები, ძმა და მერე ქმარი, რადგანაც ქმარი, რომელსაც ისინი ავაზაკად მოიხსენიებენ, უცხოა მათთვის და ჩვენს ოთხეულში არ ხვდება. არაერთხელ ვცადე ამეხსნა მშობლებისათვის ჩემი პოზიცია. უთხარი, რომ ძმის საქციელის მიუხედავად ისინი მიყვარს, ვაფასებ და ვზრუნავ მათზე. მე და ჩემი ძმა კი თავის დროზე ერთმანეთში გავარკვევთ ურთიერთობას. არაერთხელ თქვი ახსარება და ვეზიარე იმ მიზნით, რომ ჩემ მშობლებთან აღმედგინა ღვთივსათნო დამოკიდებულება, მაგრამ სიტუაცია არ იცვლება. ახლა მხოლოდ ერთ რამეს განვიცდი. მიუხედავად უსამართლობისა, წყენისა და ტკივილისა, როგორ ვაპატიო მშობლებს და ძმას, როგორ დავიბრუნო გულში დაკარგული სიმშვიდე. ტკივილისაგან გული მიკვდება, სული ტირიფს. მე კი ახლა უმთავრესზე უნდა ვფიქრობდე, როგორ შევინარჩუნო ნაყოფი და პრობლემების გარეშე შევძლო ჯანმრთელი შვილის გაჩენა. სახარებაში ნათქვამია. დაუტევოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისა და იყვნენ ორივე იგი ერთ ხორცს. ეს მცნება კიდევ უფრო მეტად შედის ქალის ვალდებულებაში. ის მშობლებს უნდა სცემდეს პატივს, მაგრამ ქმართან სულიერ ერთობაში უნდა იმყოფებოდეს. პავლე მოციქულმა ქალს დაუწესა პატივისცეს ქმარს, როგორც ოჯახის თავს. ანუ ცოლისთვის ქმრის სიტყვა ნებისმიერი ახლობლის ნათქვამზე მაღლა უნდა იდგეს. რასაკვირველია, თუ ეს სარწმუნოებასა და სახარების ომცნებებს არ ეწინააღმდეგება. ამიტომ ოჯახის ქრისტიანული სტრუქტურის შენარჩუნება თქვენი უპირველესი ამოცანა და ასევე ვალიცაა მომავალი შვილის წინაშე. თუ მშობლებს ნებსით თუ უნებლიეთ არეულობა შემოაქვთ თქვენს ოჯახში, დროებით შეწყვიტეთ მათთან ურთიერთობა. თქვენ უფრო იმიტომ გიჭირთ მშობლებისა და ძმის პატიება, რომ ჩიხში ხართ მომწყვდეული და როგორ მოიქცეთ არ იცით, რამ თუ ყველა სხვადასხვა მხარეს გეწევათ. კიდე დაირჩიეთ თქვენი საკუთარი ოჯახი და ყველაფერი თავისით დაალაგდება. რაც შეეხება მშობლებთან დამოკიდებულებას, არსად წერია, რომ პატივისცემა ნიშნავს მათი ვნებებისადმი სოლიდარობას. ადრე მშობლები შვილებისთვის ზნეობის მაგალითს წარმოადგენდნენ და მათ ქრისტიანულ ტრადიციებს გადასცემდნენ. ახლა კი უფროსი თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქრისტიანული სულისკვეთებით აღარ გამოირჩევა. რასაკვირველია, ასეთ მშობლებსაც პატივი უნდა სცეთ, მაგრამ მათი სიტყვები სიფრთხილით უნდა მიიღოთ. ძმას გულში შეუნდეთ, მაგრამ მან გულწრფელად უნდა მოინანიოს თავისი საქციელი და პირველმა უნდა გთხოვოთ პატიება. ბავშვი რომ ჯანმრთელი დაიბადოს, ეცადეთ არ მოჰყვეთ სტრესის ქვეშ. ნაყოფი არა მარტო გრძნობს დედის მდგომარეობას, არამედ მისი სიტყვებიც ესმის. ამიტომ ხშირად იკითხეთ სახარება და იესოს ლოცვა, რომელიც შეგიძლიათ წარმოთქვათ დაბალ ხმაზე, რომ ჩვილმაც გაიგონოს. სასოწარკვეთილება მიპყრობს. ცოტა ხნის წინ მამამ მიგვატოვა. დედას მისი სახელის გაგონებაც არ უნდა. მე კი ვცდილობ მასთან ძველებული ურთიერთობის შენარჩუნებას. ღირს კი ასე მოგცევა, თუ კი დედას ამით ტკივილს ვაყენებ. ეცადეთ არ გახდეთ თქვენი მშობლების მსაჯული. მამის მიმართ პატივისცემა შეინარჩუნეთ, მაგრამ დედას არ ესაუბროთ მამაზე, ვიდრე მიყენებული ჭრილობა არ მოუშუშდება. ჩემი მშობლები 30 წლის ქორწინების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. მე 5 წელი არ მინახავს მამაჩემი. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ კიბოთი გარდაცვლილა. მერე კი აღმოჩნდა, რომ მეც კიბო მაქვს, ანუ მაშინ გავხდი ავად, როდესაც მამა კვდებოდა. ჩემი აზრით ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის. თუ შეიძლება მირჩიეთ, უპირველეს ყოვლისა, რას მივაპყრო სინანულის თვალი. ეცადეთ არ განიკითხოთ მშობლები. არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი. თუ მამა მორწმუნე იყო, იზრუნეთ მისი ეკლესიური მოხსენიებისთვის. თუ არა და მოწყალება გაეცით მის სახელზე, თქვენი სახსრების შესაბამისად. თუ შეძლებთ, წადით მის საფლავზე, პატიებას თხოვეთ და თავადაც მთელი გულით შეუნდეთ მას. რაც შეეხება თქვენს დაავადებას, კიბოსაგან ბევრი განკურნებულა. ხშირად ჯანმრთელები უფრო ადრე მიდიან იმ ქვეყნად, ვიდრე ავადმყოფები. ამიტომ ბოლომდე ნუ გადაიწურავთ იმედს. სიკვდილისთვის კი ყველა ჩვენგანი უნდა ემზადებოდეს, რადგან არავინ იცის, როდის დაგვადგება თავზე ცელით ხელში.
გირჩევთ ყოველდღე იკითხოთ ფსალმუნები და შეწევნისთვის ევედროთ უფალს. მამაჩემმა რომანი გააბა. დედას ლანძღავს. ეჩვენება, რომ ბინაში რაღაც ყარს. ვიღაც ქალები გვირეკავენ და საძაგლობებს გვეუბნებიან. სახლში აუტანელი სიტუაციაა. ვერ ვცნობ მამაჩემს, რომელიც ერთ წუთსაც ვერ ძლებდა ჩვენს გარეშე. დედას ვსაყვედურობ, რომ ცდილობს ქმრის ფორმალურად შენარჩუნებას. მე კი მოვითხოვ სახლიდან მის გაგდებას. დედა ორ ცეცხლს შუაა. ძალიან მიყვარს მამაჩემი, მაგრამ არა ეს, უცხო და ბინძური. როგორ მოვიქცე? ძნელია ოჯახური კონფლიქტების ნამდვილი მიზეზების განსაზღვრა, რადგან ისინი ხშირად არაობიექტურ, არამედ ემოციურ ხასიათს ატარებენ. ამგვარ სიტუაციებში, ცხელ გულზე და განაწყენებულ მდგომარეობაში, როგორც წესი, არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. საჭიროა რაღაც დრო გავიდეს, ვიდრე თავისთავად არ გაირკვევა ვითარება. მაგალითისთვის მოვიყვან შემდეგ ამბავს. ერთ ოჯახში აუხსნელი რამ ხდებოდა. ქმარი ხშირად ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეურაცხად მდგომარეობაში ვარდებოდა. ბავშვებისთან დასწრებით მეუღლეს აყენებდა შეურაცხყოფას და მასზე სისულელეების როშვასა და უაზრო ცილისწამებას იწყებდა. ეს კონფლიქტები ეპილეფსიური შეტევებივით მეორდებოდა. ბავშვებს ეშინოდათ, რომ დედას ნერვიულობისაგან რამე არ დამართნოდა და სთხოვდნენ გაყროდა მამას. ის კი ყველაფერს ითმენდა. ასე გაიარა წამების მსგავსმა რამდენიმე წელმა და მოულოდნელად ისეთი რამ მოხდა, რაც ზნეობრივ სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს. ქმარი ყოველგვარი ხილული მიზეზების გარეშე მკვეთრად შეიცვალა. თითქოს უფსკრულის პირს მისული გონს მოეგო და უკან დაიხია. ან მას, როგორც ეშმაკეოს, ბნელი ძალა ჩამოეცალა. კაცს თვითონ მეუკვირდა თავისი საქციელი, ვერ აეხსნა რა ხდებოდა მის თავს და მთელი დარჩენილი ცხოვრება მადლობდა მეუღლეს, რომ დაითმინა და არ მიატოვა იგი. რასაკვირველია, ყველა სიტუაცია ასე კეთილად არ მთავრდება, მაგრამ ჯობს ოჯახური კოშმარი მიიღოთ როგორც განსაცდელი. არ მიაქციორთ ყურადღება შეურაცხყოფებს, მოერიდეთ გარისხებას და არ გაუჯავრდეთ მამას, როგორც არ უბრაზდებიან არაადეკვატური ქცევისთვის ჭკუიდან შეშლილს. განქორწინება მძიმე ოპერაციას გავს, რომელიც ყოველთვის ღრმა ჭრილობას ტოვებს ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების გულში. ეს რა თქმა უნდა აზიანებს მათ ჩამოუყალიბებელ ნერვულ სისტემას, მაგრამ მეორე მხრივ, დედის მაგალითზე ისინი მოთმინებას სწავლობენ. მამის უსამართლობის შემყურე კი ამგვარი სადიზმისადმი ზიზღი უჩნდებათ. ძველ დროში, როდესაც უფრო ძლიერი იყო ღვთისმოსაობა, ადამიანისთვის შეიძლებოდა გეთქვა, დაითმინე, იტვირთე ტანჯვა, იყავი მოწამე. ახლა კი ადამიანის ძალებს ისე სჭირდება განსაზღვრა, როგორც ლითონის სიმტკიცეს შემოწმება. წმინდა ამბროსი ოპტინელი კითხვაზე, თუ რატომ იძლევა ზოგჯერ განქორწინების უფლებას, პასუხობდა: ცო ქმარმა რომ არ დახოცონ ერთმანეთი. მეუღლეთა შორის გაჭიანურებულ კონფლიქტს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, ამიტომ აქ შეუძლებელია საერთო პასუხის გაცემა. მსგავს შემთხვევაში ჯობს კვანძი გამოცდილმა მოძღვარმა გადაჭრას, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. მამამ მიგვატოვა და ახალი ოჯახი შექმნა. როცა სვამს და ცუდად ხდება ჩვენთან მოდის და დახმარებას გთხოვს. ზაფხულში თვეობითაც კი გვიტოვებს თავის შვილს. ჩემი და ამბობს, რომ მამაა და უნდა მოვითმინოთ. მე კი ვთვლი, რომ ამით ჩვენი ნერვების ხარჯზე მის ცოდვებსა და ახირებებს ვემსახურებით. პირველ რიგში გასარკვევია თუ რა დამოკიდებულება აქვს მამას გადადგმული ნაბიჯის მიმართ. მიაჩნია თუ არა თავისი საქციელი ტრაგიკულ შეცდომად და ცდილობს გამოისყიდოს იგი მიტოვებული მეუღლისა და შვილების წინაშე. თუ პირიქით, თავხედურად იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ოჯახიდან წასვლა ღალატი და უნამუსობაა. ამგვარი ქცევით ადამიანი უარყოფს თავის მამობრივ უფლებას. ზოგჯერ ზეთავხედურ საქციელსაც აქვს ადგილი. ადამიანს მიტოვებული ოჯახი იმიტომ ახსენდება, რომ იქ რაიმე გამორჩენა ნახოს და ექსპლუატაცია გაუწიოს სხვის წესიერებას. ამ შემთხვევაში ის იწყებს ნათესაო გრძნობებზე თამაშს, რომლებიც ერთი მხრივ გათელილი და ფურთხით გასვლილია, მაგრამ სარგებლობის გამო, ვითომც არაფერი, ადამიანი იმ მათლაფიდან იწყებს ჭამას, რომელშიც მანამდე ჩააფურთხა. მამისადმი, რომელმაც სამშობლოს უღალატა, განა შეუძლია ჩვილებს ჰქონდეთ პატივისცემის გრძნობა.
ოჯახი კი პატარა სამშობლოა. აქ კიდევ საკითხავია, როგორ ეპყრობოდა მამა მიტოვებულ შვილებს. მატერიალურად ეხმარებოდა თუ იმალებოდა. ხოლო როდესაც ისინი დედის დახმარებით ფეხზე დადგნენ და განათლება მიიღეს, მაშინ გაახსენდა მათი არსებობა და საკუთარი მიზნებისთვის მოინდომა მათი გამოყენება. ასეთ შემთხვევებში ამგვარი სპეკულაციების წაქეზება დაუშვებელია. რასაკვირველია, თუ კი ასეთი მამა ავად გახდება და ახალი ოჯახის მიერ მიტოვებული აღმოჩნდება, რაც არც თუ იშვიათია. შეიძლება დაეხმაროთ მას, როგორც უბედურ ადამიანს. სხვა შემთხვევაში, არავითარი ვალდებულება არ აიღოთ ოჯახის დეზერტირის წინაშე, მაგრამ ამავე დროს არ დასწყევლოთ ის და მის ახალ ოჯახს არ უსურვოთ ცუდი. ილოცეთ, რომ ღმერთმა სინანული მისცეს მას.